დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას. რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ციხიდან განცხადებას აქვეყნებს და იმ წერილს ასაჯაროებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეუგზავნეს. ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ სხვა გზა არ დამიტოვეს. რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას, ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას, უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს. რა შეუთვალა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს? ივანიშვილის დავალებით გაგზავნილ წერილში ყველაფერი არ არის განმარტებული, თუმცა დაკონკრეტებულია, რომ ორგზის ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკაში დაბრუნებაზე აღარ უნდა იფიქროს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ისევ ციხეში აღმოჩნდეს. ასევე ავალდებულებენ რომელიმე კორუფციული საქმის თავის თავზე აღებას. ირაკლი ღარიბაშვილის Facebook პოსტზე გადაწყვეტილებას გაესაჯაროებინა ივანიშვილის დავალებით გაგზავნილი წერილი ოპოზიციაც გამოეხმაურა. პარტია ახალის ლიდერის შეფასებით ყოფილ პრემიერს ძალიან ბევრი აქვს ალაპარაკო და ეს ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებაში საკმაოდ რთული ვითარებაა. რა გავიგეთ ღარიბაშვილის მომართვიდან თუ ეს წერილი ნამდვილია. მოძალადის მიმართ მსხვერპლის მონური მორჩილება საზიზღრობაა და ვერაფერს ვერა თუ ვერ შეცვლის პირიქით, უარეს შვება ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილთან ვაჭრობა. კიდევ მეტს მოგიჯიო თუ პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლის გარანტიებს არ მომცემო. იმას ადასტურებს, რომ მისი დაჭერის მოტივი არა კორუფციონერის დასჯანს, ზოგადად კორუფციასთან ბრძოლაა, არა რაიმე საჯარო თუ სახელმწიფო ინტერესია, არამედ ბიძინას პირადი პოლიტიკური ინტერესი. მოიცილოს პოლიტიკური მოწინააღმდეგე, როგორც ისთვის. როგორც რეჟიმს იმაზე მეტად ძვრება სული, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თუმცა უკვე თავის შავრაზმელ ქოლცებშიც, რადგან ღარიბაშვილის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს, ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის დაუმარხავი მიცვალებულია. არავის რომ არ უნდა, ყველა რომ მის მოშორებას ცდილობს და დაჭერილი ღარიბაშვილიც კი რომ ჯობნის ქოლცების გულებში, ამიტომაც მალე დამარხავენ. როგორც ჩანს, სიმართლეა გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ბოლო ერთი კვირაა ცირკულირებს. ღარიბაშვილის ცოლის ძმის, მისი სიმამრის და მამამისის, ანუ ღარიბაშვილის სიმამრის სახლებში ხრეკა მიმდინარეობს. ქონების აღწერის და დაუსრულებელი დაკითხვების თანხლებით. ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო. იმედია სანდო და უშიშარი ადვოკატი გამოინახება. ციხიდან სიმართლის გამოსატანად. არ მგონია ვინმე უარი უთხრას პატიმარს. ოპოზიცია შიდა კლანურ დაპირისპირებაზეც საუბრობს. მათი აზრით ქვეყანაში ღიად მაფიოზური მმართველობაა. ღარიბაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის უახლოესი პიროვნება, მაგრამ ვინც კი ამ კორუფციულ მორევში, კორუფციულ მმართველობაში და მაფიოზურ მმართველობაში არის ჩართული სისტემა თვითონ, რომელიც შექმნილია, არავის არ ინდობს, ხოლო ცალსახაა, რომ ღარიბაშვილი საუბროს მისი ოჯახის მიმართ შესაძლო სავარაუდო მუქარაზე, რაც არის ცალკე ყურადღების საკითხი და ბუნებრივია გამოძიების დაწყების საგანის უსამართლებლივად შევხედავთ, მაგრამ ამ ქვეყანაში თუ რა სიტუაცია და რა მაფიოზური სიტუაცია, დიდი ხანია საუბრობთ უკანონობაზე და ღარიბაშვილის წერილიდან გამომდინარე ამ მაფიოზური მმართველობის შესახებ კიდევ ერთხელ არის ცნობილი და ცხადყოფილი. ეს არის მკაფიო გამოხატულება იმ შიდა გავლენით ჯგუფებს შორის დაპირისპირების, იმ კლანური დაპირისპირების, რომელიც ოცნებაში არის და ეს ყოველთვის არის იმის მანიშნებელი, რომ ოცნებაში ჯანსაღი ვითარება დღეს არ არის. შიდა არაჯანსაღი პროცესები პირდაპირ გამოხატულება იმის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და რაც თავად ოცნებაში ხდება. ბევრად უფრო ნათელი უნდა გახდეს და თავად ღარიბაშვილიც ბევრად უფრო მკაფიო უნდა იყოს თავის ამ განცხადებაში. მე არ მგონია, რომ რაღაცა გმირობის აქტ შეიძლება კონდეს მისი მხრიდან ადგილი, თუმცა როგორც ჩანს რაღაც საგანგაშო არის, რადგან მის ოჯახს ეხება და ამ დროს მკაფიობა არის ყველაზე დიდი, ესე ვთქვა, თავდაცვის საშუალება. ვინ შეუტანა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ეს წერილი ირაკლი ღარიბაშვილს, ამ ეტაპზე უცნობია. ასევე რა კორუფციულ საქმეებზე მიდის ინტენსიური მუშაობა. როგორც თავად ყოფილი პრემიერი წერს, სიმართლის საზოგადოება ხვალ გაიგებს.